სხვადასხვა მაგაზე რომელი ბანალური პასუხი მივასება ისე მოიწონილი 12 წელია ნერიანი საღამოშრობის სავართ ბათუმში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან სადაც უკვე 326 დღე უწყვეტი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დღეს ტრადიციულად შეიკრიბნენ აქ საქართველოს მოქალაქეები და თქვენ იცით რომ 326 დღეა ეს ადამიანები ვინც აქ იკრიბება აპროტესტებს 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელი განცხადების მიხედვითაც ირაკლი კობახიძემ საქართველოს მოქალაქეებს აცნობა, რომ საქართველოს 2028 წლამდე წყვეტდა აჩერებდა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს. დღეს საკმაოდ რთული დღე იყო, დაკავებით 14 ადამიანია დაკავებული გუშინ რუსთაველის გამზირის გადაკეტვის გამო და 13 ადამიანის მიმართ არის დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება. დაკავებულებს შორის არის ჟურნალისტი ვახო სანაია, მას მსგავსად სხვა და 13 დაკავებულისა შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც აქ ამ დროისთვის არის ცნობილი, ედავება რუსთაველის უკანონო გადაკეტვას. აქ ჟურნალისტ ნაზი რეხულაშვილს ხედავ, რომელსაც ვთხოვ, რომ დღეს გვესაუბროს იმ ყველაფრის შესახებ, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება და 14 ადამიანი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან ესენი. 18 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვის გამო და კანონი, რომლისთაც დააკავეს 2 დღის წინ მიიღო ქართული ოცნების პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებებით დაჩქარებული წესით რეპრესიულად გაამკაცრეს კანონმდებლობა. ვახო სანაია ტელეკომპანია ფორმულას წამყვანი და ჟურნალისტი არის დაკავებული. თქვენ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე და როგორც ჟურნალისტი, როდესაც მსგავს ინფორმაციას ისმენთ ხოლმე, როგორ რეაგირებთ? აი როგორ შეიძლება ყოფილ შეფასდეს რაშიც დღეს ჩვენ ცხოვრობთ? როგორ რეაგირებ და მოულოდნელი არაფერი აღარ არის. იმიტომ რომ მეთოდები ახლა რომლითაც ქართული ოცნება მოქმედებს, კარგად აპრობირებულია უკვე რუსეთში და აქედან გამომდინარე, ხო რაღაცა თუ ადრე ქონდა მოლოდინი, რომ ესე არ შეტყობდნენ, ახლა უკვე ამის მოლოდინი მართლა აღარ ამობს და კანონი ახსენე ახლა ეს კანონები მე გამოდიან და გვეუბნებიან, რომ არ გაცდეთ კანონის ფარგლებს და რომელი კანონის ფარგლებს აღარ გავცდეთ. ანუ ეს კანონები იმდენად შემსხუდავდა რეპრესიული გახდა უკვე და ყოველდღე იმდენად სულხოდა უფრო ამ სივრცეებს ხუდავენ, სადაც ადამიანს შეიძლება საკუთარი კონსტიტუციური უფლების გამოხატვის შესაძლებლობა ჰქონდეს, რომ მართლა გრჩება მარტო რა ვიცი სახლი. ალბათ რომ აი სახლში რაც კიდეთ ისაკეთეთ, რომ იციან ზუსტად ეგეთი დამოკიდებულება აქვს. ანუ სახლს არ უნდა გასცეს პროტესტი და დარწმუნებულა რომ მე ტროტუარებზეც მე რაღაცა ძალადობა ამ თავიანთი ტიტუშკებით ესეც ჩართული აქვს და ამით ცდილობენ რომ ადამიანები დააშავონ. ჟურნალისტების დაკავება არის ზუსტად ის რაც რუსეთმა გაიარა და ჩვენ ვიცით რომ ზუსტად აი კრიტიკული აზრის გამო, იმ გამოძიებების გამო, რომლებსაც ჟურნალისტები სხვადასხვა პერიოდში აწარმოებდნენ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ, ეს ჟურნალისტები ან ციხეში ჩასვეს, ვინც მოასწრო გავიდა და ვინც არა, იცით თქვენც როგორ დახოცეს, ხო, სადარბაზოებში და ქუჩაში ხოცავდნენ ამ ჟურნალისტებს და არაერთი მოკლული ჟურნალისტი ვიცით. ანუ არაფერი ამაში სიახლე არ არის, უბრალოდ მინდა უთხრა ქართულს, რომ ჩვენც განცდა გვაქვს, რომ ყველას დაგვაკავებენ და ამ რეალობაში ვცხოვრობ, თითქოს რაღაცა გაგვიმარტივეს ესეც. ანუ შიშის გრძნობაც კი აღარ აქვს, რაც მოსახდენია, მოხდეს, ასეთ დამოკიდებულება გაუჩნდებათ ადამიანებს. მე მაინც მგონია, რომ ის რასაც ახლა გვაჩვენებენ ამ კორუფციის, თითქოს ეგრეთ წოდებული კორუფციას ამ ბრძოლის რაღაცა ეს ჩარჩოებში, ეს რაღაცა კიდე არის ის, რომ ჯერ ერთი გადაფარონ სინამდვილეში რა სისულელესაც ჩადის და კლავს სახელმწიფოს მათ გადაწყვეტილებები და მეორე არანაირ კორუფციას ისინი არ ებრძვიან, იმიტომ რომ ეს ამ ადამიანებს ხომ ახლა არ მოუგროვებიათ ეს გონება. სწორედ სანაია
სწორედ ბათუმელები, ფაქტ-ჩეკი, გამჭვირვალობა, საქართველოს ჩვენ ამაზე წერდით, ვიკვლევდით წლების განმავლობაში და იგივე სტუდია მონიტორ საგამოძიებო ფილმები აქვს მონიტორი მთვისამბები, რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალოთ, ხო? იგივე თქვა TV პირველზე რაც გადიოდა საგამოძიებო საქმე. კი ბატონო, ამაში ხო ჩანდა ეს აშკარა და იმ დღიდან მოყოლებული, როცა ამას აკეთებს საგამოძიებო ჟურნალისტიკა, კრიტიკული მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია, იმ დღიდან ვართ ჩვენ მიუღებელი ამათვის, იმიტომ რომ კორუფციას ვებრძოდით ჩვენ და გავაგზავნებთ ბრძოლას, სანამ ამის პატარა შესაძლებლობა და სივრცე მაინც დაგვრჩება ინტერნეტის სახით მაინც გვექნება ეს სივრცე და მე შეზღუდეს ყველაფერი, მე საჯარო ინფორმაციაზე წვემა შეზღუდეს, ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ მიიყვანეს იქამდე, რომ გავეჩერებინეთ და როცა არაფერი არ გამოვიდა და როცა რომ არაფერი გამოვიდა, ამის გამო ხალხი ქუჩაში გამოვიდა და უკვე სახალხო და ქუჩის პროტესტი დაიწყო, აი ამით შექმნილი დისკომფორტის გასანეიტრალება სჭირდებათ ახლა ეს და ჟურნალისტების დაკავება არც ერთ ნორმალურ სახელმწიფოში არ ხდება, ხო? არ აკავებენ ჟურნალისტებს იმის გამო, რომ ისინი თავიანთ პროფესიულ საქმიანობას ასრულებენ, ხო? თუ სახელმწიფოს როგორც ესენი კიდევ თავიანთ ბაბლს და თავიანთ ბრევს მიმართავენ, რომ დემოკრატია და კორუფციას ებრძვიან, თუ მართლა კორუფციას ებრძვის ხელისუფლება ის არ აკავებს ჟურნალისტებს და არასამთავრობოს და აქტივისტებს იმისთვის, რომ ისინი მართლა ამ კორუფციულ სქემებზე საუბრობენ და აჩვენებენ საზოგადოებას. გარდა ამისა, კანონები, ანუ ტოტალიტარული სახელმწიფოში ცხოვრების გამოცდილება აქვს ქართულ საზოგადოებას, ხო? და ყველაფერი რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში იყო კანონიერი, ანუ კანონები არსებობდა იმისთვის, რომ ეგრე ყოფილიყო მაგალითად, ასევე კანონით იყო შეზღუდული, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ქვეყნიდან გასვლაც, ანუ კანონიც ახლა შეზღუდეს, ანუ კანონი, როდესაც არსებობს ხელისუფლება, რომელსაც სურს, რომ შეცვალოს ყველაფერი ადამიანის უფლებების გაუარესების კუთხით, ის კანონის ფარგლებში მოქმედებს. ან დღეს თუნდაც გამოხატვის თავისუფლებას ხედავთ თუ არა თქვენ საფრთხის ქვეშ, როდესაც გეუბნებიან, რომ აი ტროტუარზე თუ დადგები, კაშნი არ უნდა მოიფარო, როცა არ უნდა გციოდეს, იმიტომ რომ აქციაზე დგახარ ტროტუარზე და აი ეს კაშნის მოფარებაც უკვე არის იცით რატო? იმიტომ თუ განაშაული, ესე ვთქვათ. თუ და თუ მაგალითად ვირუსების გამო სამეცნიერო პირბადე გინდა გაიკეთებდა ხუში სამეცნიერო პირბადის გამოც როგორც ვიცი ამოწერას იქ თბილისში და ანუ თუ გცივა, თუ ვირუსებს ერიდები, თუ არ გინდა რომ მიიღوان, გაავრცელო ეს ვირუსი და ამისთვის პირბადეს გაიკეთებ მაშინ არ გამოხვიდე ასე საჯარო სივრცეში, არ გააპროტესტო და არ დადგა. არა თუ ილი ახლა ქუჩაში და გაიკეთებ, კი ოკეი, მაგრამ თუ აქციაზე დადგები, ასეთ შემთხვევაში ბოლო განახლება რაც არის, ლარა ნაჭყებია, ეს იყო გოგონა, რომელიც გუშინ ქაშვეთან გააჩერეს და ჰქონდა მოხვეული კაშნის მოხვევის გამო 4 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ანუ ეს არის ჩვენი რეალობა, რომელშიც ცხოვრობ. ხო და აი ხა თქვენ რომ იკითხეთ ეს რომ კანონის კი კანონებით აკეთებენ ამას, ანუ მიიღეს კანონი ასე დაჩქარებული წესი, ხვალ კიდე სხვა კანონს მიიღებენ და ის იმიტომ ვთქვი რომ სივრცეებს ამოქოლავენ, აი ამოგმანავენ ყველა სივრცეს, დაგმანავენ, სადაც შეიძლება ადამიანმა თავისი პროტესტი და თავისი კრიტიკული მოსაზრება გამოთქვას და რაღაც გააპროტესტოს და ამას რომ დაგმანავენ, ანუ რა რჩება მითხარ და ისინი კი გეუბნებიან რომ ამას კანონით აკეთებენ და შე კანონის ჯარჩოებს არ უნდა გაცდა, უნდა იყო კანონმორჩილი და კანონი ისეთია რომ მარტო მორჩილი ხარ, მე კანონი აღარ არის, რომელიც ჩვენ გასცემს შენი კონსტიტუციური უფლების გამოხატვის შესაძლებლობას. ეს არის ბრძოლა ზუსტად გამოხატვის და თავისუფლების წინააღმდეგ, იმიტომ რომ ეს არის რაც უქმნის დისკომფორტს იმ ადამიანებს, იმ ერთ ჯგუფს, რომელიც კორუფციაში ბოლომდე ყველამდე არის ჩაფლული, ჩახსნეს და დღემდე და კიდე მომავალში უფრო მეტად ჩახსნიან დასავლურ პროგრამებში, პროექტებში, საერთოდ დასავლეთთან ურთიერთობის ყველა პანჯარას დახურავენ და დატოვენ მხოლოდ იმას, რომ იარო რუსეთისკენ მიმავალი გზით, მეტი არაფერი და მე არ ვიცი ყველას მინდა უთხრა, რომ ეს არ არის რომ მშვიდობის რაღაცა უწყვეტი მშვიდობის 13 წელი გვაქვს და ის რომ რუსეთი რაღაცა გაჩერებულია იმ 20%-ზე არა, არასდროს არ დაიწყებს ომს ის სახელმწიფო, თუ შენით მიართმევ, ხო იმას რაც მას სურს, იმას რატო უნდა რომ დახარჯოს თავისი რესურსი და ფული და
ადამიანურ რესურსს ხარჯავს ამაში, ხო თუ შენ ამას ყველაფერს შენინებით მიართმევ და თუ ამას არ შეეწინააღმდეგები და ის რაც ჩვენ ამისგან დაგვიცავდა იყო ზუსტად ის დასავლეთში ინტეგრირება ამ ქვეყნის და აი მაგას რო დაგვიყურავენ, რა თქმა უნდა ესენი შედიან იქ ხო, საიდანაც ამდენი სისხლის და ბრძოლის შესაძლებლობით ვართ გამოსული. ძალიან დიდი მადლობა, ის იყო ნაზბროლარი ხვიაშვილი, ჟურნალისტი, ფაქტ-ჩეკერის წარმომადგენელი. ძალიან ბევრი საინტერესო საგამოძიებო მასალა აქვს მომზადებული ფაქტ-ჩეკს კორუფციაში ჩართული მაღალჩინოსნების შესახებ. ლადო აფხაზავას ხედავ, რომელიც არის ბათუმში აქციაში ჩამოსული და ბატონ ლადო გამარჯობა. ბევრი თემაა, რომელ თემაზეც მინდა გესაუბროთ, მაგრამ რადგან მასწავლებელი ხართ, ერთ-ერთი მთავარი არის განათლების რეფორმა. უბრალოდ ცოტა აქეთ რომ გამოვიდეთ, სადაც განათებაა და უკეთესად შეძლებს მოგისმინოთ ჩვენი მაყურებელი. დიდი მადლობა. საუბრობთ დავიწყეთ საუბარს ლადო აფხაზავასთან ერთად, რომელიც ბათუმში არის ჩამოსული საპროტესტო აქციაზე. პირველი 11 წლიან სწავლებაზე სურს დაბრუნება ქართულ ოცნებას, ქართული საგანმანათლებლო სივრცის. ეს უკვე შეფასდა როგორც ბოლონიის პროცესისგან ჩახსნის სპეცოპერაცია. თქვენ როგორც მასწავლებელი რაში ხედავთ პრობლემას და თუ ხედავთ ამ პრობლემას საერთოდ? ძალიან ისე ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანები, რომლებიც განათლების სისტემაში მუშაობენ, ისინი ამბობენ, რომ ეს არის კანონ პროექტი და ჯერ არ არის ეს დამტკიცებული და რატო ატეხეთ ერთი ამბავი. იმიტომ ავტეხეთ, აი ასეთ ადამიანებს მინდა პირველ რიგში პასუხი გავცე, იმიტომ ავტეხეთ, რომ რა კანონ პროექტი შემოიტანენ ქართულმა ოცნებამ, რომელიც არ მიიღეს. ჯერ ამაზე გამეცით პასუხი, აბსოლუტურად ყველაფერი უკვე ის კანონი მიიღეს, რომ პირბადით უკვე ვეღარ დადგები ვერსად და კაშნეს მოხოვის გამო დააპატიმრეს გოგო 4 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს ლარა ნაშკობია. საოცარი რაღაცები და აი რატო გონიათ რომ უნდა დაველოდოთ ამ კანონის მიღებას და ეს კანონ პროექტია და ასე ხელად არ ხდება კანონად ქცევა. 2 დღე და 3 დღეში იღებენ კანონებს ახლანდელი პარლამენტი და კანონებს იღებენ, უღირს კანონებს იღებენ და ძალიან სამწუხაროა, რომ აი საქართველოს მივიდა იქამდე, რომ უნდა 12 წელი გააუქმონ და იყოს 11 წელი ისწავლოს ბავშვებმა და ამით ძალიან ბევრი ბარიერები ექნებათ მერე ჩვენ ახალგაზრდებს გადასალახი ევროპაში წასვლის თუ სწავლის გაგრძელების თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ამ კანონ პროექტმა უკვე ცოტა ოცნების მხარდამჭერი პედაგოგებიც დააფიქრა, აი მაგალითად ჩემი სკოლის დირექტორმა, რომელიც ღიად უჭერს მხარს სოციალურ ქსელში ქართულ ოცნებას, ჩაწერა ვიდეო და გამოაქვეყნა, რომელიც ეუბნება ხელისუფლებას, რომ ეს არ უნდა მოხდეს. ეს არ უნდა რა საინტერესოა. ხო. და ვინც ვერ ახმოვანებს, მინდა გითხრათ, რომ თითქმის არ მეგულება მასწავლებელი დღეს, მოქმედი მასწავლებელი, რომელიც ამ კანონ პროექტს მოიწონებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამათ რომ ესენი ამ კანონს მიიღებენ. იმიტომ რომ ეს კანონ პროექტად კი არ გამოიტანეს, ეს გამოიტანეს რეფორმად გამოიტანეს და თქვეს, რომ ეს რეფორმა მოხდება. ანუ მათ სურვილი აქვს, რომ ჩაგვხსნან ყველანაირი პროცესებიდან, რომელიც ცივილიზებულ სამყაროს გვაკავშირებს და რა ვიცი, ძალიან სამწუხაროა. აი რატომ იყო ხო მნიშვნელოვანი მაგალითად ხულოში, რაჭაში, ლაგოდეხში და ახალციხეში მცხოვრები ბავშვი, ასევე თბილისში მცხოვრები ბავშვი, რომელიც 12 კლასს დაამთავრებდა, თუ მას მაღალი აკადემიური მოსწრება ექნებოდა,
აბსოლუტურად თანაბარ უფლებიანი, თანასწორი იყო ერთმანეთთან და შეეძლოთ, ან უბრალოდ შეუძლიათ დღემდე, ამ წუთამდე ჯერჯერობით რეფორმა განხორციელებული არ არის. წავიდეს, უფასოდ ისწავლოს, მიიღოს უფასოდ ბაკალავრიატი და მერე დაბრუნდეს ამ ქვეყანაში და ამ ქვეყნის აშენებაში მიიღოს მონაწილეობა იქაური გამოცდილებით და აი ამ ჯაჭვის გაწყვეტა რატო შეიძლება ხელისუფლებას უნდოდეს ახალგაზრდებისთვის ამ რესურსის შეწყვეტა ამ ასე ვთქვათ უფასო ცოდნის მიღების საშუალებას რატო შეიძლება ართმევდეს ხელისუფლება მომავალ თაობას მილიონები უნდა დააგრო ეხლა როგორც კი წინა პრემიერმა მილიონები დააგროვა და 7 მილიონი ქონია სახში დოლარი ქონია ისევე უნდა ხა ხარიბაშვილს უყურებდნენ ესენი მანამდე რო იპარავდა თუ საიდან აკეთებდა ამდენ თანხას ამდენ ოქროს ზოდებს ამას ხედავდა ისინი და ეხლა ისინი რომ მოვიდნენ ახლა იმათ გამოვლიდან და ეხლა ესენი გააკეთებენ კობახიძე ხო არ იყო ის ადამიანი რომ ამბობდა რომ ჩვენ გუნდში არ არის ადამიანი რომელსაც თუნდაც წინამ დაუდო ფული იმას ხელს არ მოკიდებსო და ეს რამდენი მოუკიდია რამდენს მოუკიდია თურმე და რამდენს სახში წაუგია ქართველ ხალხს რაც უნდა დარიგებოდა და საიდან დააგროვა 7 მილიონი და თქმა უნდა ყველა ფულის კეთებაზეა გადასული ხო ხალხი რატო არ გამოდის აქციებზე იმიტომ არ გამოდის რომ მე სამსახური მაქვს 1500 ლარი მაქვს და მე რო გამოვიდე და მე რო სამსახური და აი ამაზეა დასული ქართველი ადამიანი რომ ქვეყანა კი არაა მნიშვნელოვანი თურმე ბიზნეს უღალატეს თურმე ამ სამ ადამიანმა უღალატა ბიზნეს თორემ საქართველოს კი არ უღალატა საქართველო არაფერი არა საქართველო და სახელმწიფო თურმე ყოფილა ბიზნესი ანუ ქართული ოცნების მომხრეები ასეთ რამეს ამბობენ რომ ამდენი ფული მოიპარენ გაგვაცნეს დაგვანახეს ვიდეოები სურათები ოქროზოდები და ამ ხალხმა ბიზნეს უღალატა თორემ საქართველოს უღალატა და საქართველო უკან წაიყვანა ამაზე კი არა საუბარი ბიზნეს უღალატა აი სხვადასხვა ისინი რა ქვია პარლამენტის წევრები მე ბიზნესთვის ვარ მოსულის კი დიტო სამხარაძე თქვა როგორც მახსოვს ღარიბაშვილისთვის და იმისთვის და აი ვერ უძლებ ამათ საუბარს მაგრამ რა ვქნათ უნდა ავიტანოთ და რაღაცა ეს ვქონდა რომ აქციაზე მოვსულიყავი და ისიც კი იმასაც კი ვიგზალამენ ბოლოს და ბოლოს გვითხრან და რა ვქნა სახში გავაპროტესტოთ ანუ ქუჩაში აღარ შეიძლება გაპროტესტება ყველა გზას რო ჭრიან ანუ თან გაიძახიან რომ დემოკრატიული ქვეყანაა ჩვენ დემოკრატიას ვაშენებთ თურმე ყველა მთელი მსოფლიო ამათ ებრძვის თურმე ესენი არიან ნატანჯი ხალხი თურმე მთელი მსოფლიო და იმას კი არ ამბობენ რომ ამ მსოფლიოს და ამ ცივილიზებულ სამყაროსთან რო ვითანამშრომლოთ ნაბიჯებია გადასათქმელი და ეს ნაბიჯებია ქვეყნისთვის კარგი რომ გააუქმო 12 კლასი და ბავშვები დატოვო ყოველგვარი ევროპული სწავლების ანუ ყველა არ მიდის თურმეო ყველა არ მიდის ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ ჩვენი ქვეყანა ამ პროცესშია ჩართული და ჩემი უამრავი მოსწავლე და ერთი სოფლიდან როგორც მახსოვს ადრე ვასწავლით სკოლაში იმ სკოლიდან დღეს 13 ბავშვია რომელიც საზღვარგარეთ სწავლობს იმიტომ რომ სხვადასხვა სასწავლო ვიზიტებზე რო ვიყავით მაგალითად ესტონეთში თუ ესტონურ ენას ისწავლი და წახვალ და იქ ჩააბარებ უნივერსიტეტში უცხოელი ყოველგვარი ანაზღაურების გარეშეა ფულს არ იხდის ის და იმას რა ქვია სახლის ბინის ფულსაც არ იხდის ტრანსპორტი იქ უფასოა ხო ანუ ესტონეთში სტუდენტები რომელიც არიან ქართველები წასული და ვინც ესტონური ისწავლა სწავლა უფასოა ბინა აქვს და ტრანსპორტი უფასოა აქედან გამომდინარე
ეს შეიძლება ჩვენი ჩემმა მოსწავლემ კი გაიგო და მე ესტონური ისწავლა, იქ მეზობელი ყავდა ესტონურად საუბრობდა, მაგრამ ეს რომ უფრო გავავრცელოთ და უფრო მეტი შესაძლებლობა მივცეთ ჩვენ მოსწავლეებს, მაგრამ ამას კეტავს, ეს უნდა რომ ცივილიზაცია ჩამოვაშოროს. თან განათლება არის სიღარიბისგან თავის დაღწევის ერთ-ერთი ყველაზე ესეთი ძლიერი ბერკეტი. თუ განათლებული ხარ, მომავალი არის განათლებაში და ჩვენ თუ განათლებით მე მჯეროდა რომ ესენი განათლებას რაღაცნაირად შეზღუდავდნენ, რაღაც პროგრამიდან ამოიღებდნენ და ცოტა ძვრები არის ამ კუთხით, რომ ბევრი რაღაცები გადალაგებას აპირებენ. აი, მაგალითად, ლადო აფხაზავა რაღაც იმას ასწავლის ბავშვებს. რას ვასწავლე, რასაც იმის განათლების სამინისტრო მომაწოდა იმას ვასწავლი და ამ წიგნში რა წერია, იცი? ბავშვებს უნდა ვასწავლოთ, როგორ ვაკონტროლოთ ხელისუფლება, რატომ მონაწილეობთ არჩევნებში და ამას რომ გაკვეთილზე ვსაუბრობ, რატომ უნდა ვაკონტროლოთ ხელისუფლება, არჩევნებზე რატომ უნდა ჩვენი კამპანიაში ჩართვა თუ ამას რა ზოგიერთ შეიძლება გონია რომ რაღაც პოლიტიკაზე ველაპარაკებთ. თუ არ უნდათ რომ ვასწავლოთ, მაშინ აი ამაშია საქმე. ისე იგი ეს არ უნდათ რომ ვასწავლოთ და შეიძლება მომავალში სამოქალაქო განათლების წიგნებიდან ეს თემები შეიძლება ამოიღონ. ან შეიძლება საერთოდ სამოქალაქო განათლება. საერთოდ სამოქალაქო განათლება ამოიღონ და ის მასწავლებლები, რომლებიც დღეს ჩუმად არიან და ძალიან კარგად გრძნობენ თავს, მათ სამოქალაქო განათლების საათები აქვს და არანაირ პროტესტს არ გამოხატავენ, მერე ძალიან გვიანი იქნება. და აი ხომ გეუბნები კოლეგებმა მითხრა რომ კანონ პროექტია და ჯერე არ ღირს ხმაურის ატეხვა. ანუ რომ მიიღებენ მე რაღა დროსა ვერ ხედავთ უკვე დგომაც კი საშიშია რომელს დაგვიჭერენ რომელს როდის ვინ შემოვარდება და როდის გაგვიყვანებენ არ ვიცით. ხალხს იჭერენ, ხალხს ტყულა უბრალოდ პირბადის გულისთვის იჭერენ, გზაზე რომ გადავიდა იმას იჭერენ, გლოვოს კურიერი, რომელიც ჩაფხუტით დადიოდა, გუშინ დაიჭირეს და მთელი ამბები იყო და აი იმას პირბადებს ლუქავენ და მთელი ოპერაციები მიმდინარეობს. წარმოგიდგენია, როგორ ქვეყანაში ვარ და როგორი ქვეყანა უნდათ ამათ. რო კონდეს და ამ ცხოვრებაში ცოტა რთული იქნება მერე ცხოვრება და მოვა დრო თქვენ შეგეხებიან და მერე მართლა დააპირებთ ქუჩაში გამოსვლას და გაპროტესტებას, მაგრამ აი ზუსტად მაშინ შეიძლება ჩვენ დავჯდეთ სახლში. ეს მოსაწონი იქნება? არა. ამიტომ მე საზოგადოებას ვეტყვით, რომ თავად უნდა გადაწყვეტონ. გააპროტესტონ, არ გააპროტესტონ, თავად მიხვდნენ, რა ჯობია, სახლში ჯდომა ჯობია თუ რა ჯობია. ძალიან ადვილია, ხო, სხვას რო იჭერენ, ძალიან ადვილია ამის ტელევიზორში ყურება, მაგრამ იმ ადამიანს განცდები აქვს, იმ ადამიანს ოჯახი ყავს, აი, გუშინ დაიჭირეს, გუშინ გამოუშვეს მარიამ მეყანწიშვილი. ხო, როგორ ტიროდა ის ბავშვი, ხო? იმ ბავშვის სრემლად თუ ღირს საერთოდ ეს ხელისუფლება. და დღეს დილიდან ყველა ონლაინ მედიის Facebook გვერდში ასიეს ტროლბოტები იმისთვის, რომ აი ეს ბავშვის წერილი, რომელიც ძალიან ემოციური, ძალიან მძიმე მოსასმენი იყო და არ აქვს ნიშნობა, მართლა შეუძლებელია რომელი პარტიის მხარდამჭერიც არ უნდა იყოს ამ ბავშვის ცრემლების ნამდვილობა შეიტანო და გული არ შეგირხიოს და ამიტომ დაარაზმეს ტროლბოტები. ეს ბავშვი და ან განგებ მახსოვს მოსწავლების პერიოდში ბრეჟნევის დასაფლავება იყო და შეგვამოწმენ თუ ტიროდი და არ ტიროდი, კაცო, რაში მაინტერესებდა ბრეჟნევის დამარხავდნენ თუ მიასვენებდნენ და მახსოვს მუსიკის მასწავლებელმა დაგვწყინდა. აი მკლავებიდან სული ამოგვიღო და ტიროდით მე და იმას კი არ ტიროდი. ჩემს მკლავს ტიროდი. ანუ უნდა გეტირათ ბრეჟნევი რომ გადაიჭრა. შემოწმება მოდიოდა და თურმე ემოციები უნდა ყოფილიყო და აი ასეთ ქვეყნისკენ მიგვაქანებენ ხალხო და ცოტა ხმა ამოიღეთ. ნახეთ
ზოგიერთი ამბობს რომ აუ კარგია კაცო მე 10 კლასი დავამთავრე და მშვენივრად მეგობრებო თქვენ კი დაამთავრეთ 10 კლასი და არ გისწავლიათ მე-11 კლასში არ გისწავლიათ მე-12 კლასში მაგრამ ჩვენ მოსწავლეებს ჩვენ ახალ თაობას თქვენ შვილიშვილებს თქვენ შვილთა შვილებს თქვენ ძმისშვილებს დიშვილებს ყველას აქვს სხვა გამოწვევების წინაშე დგანან ეს მოსწავლეები სხვა ცხოვრება გლობალური მოქალაქეები არიან ისინი და ესენი ასეთ ცხოვრებაში ვერ გაძლებენ როგორც ცხოვრებაში ჩვენ ოდესღაც გავძებით ხო ჩემს დროს ორი მოსწავლეები ვიყავით რომელიც პროტესტის ნიშნად არ ვიცით რა გვჭირდა მაგრამ ყელსახურს არ ვატარებდით იმიტომ რომ არ მოგწონდა ეს რაღაც ჩარჩოში ჩასმა ზოგიერთი ატარებდა მაგრამ თქვენ რომ ეს ცხოვრება გამოიარეთ და ცხოვრება კარგად წავიდა 10 კლასი მაგ დამთავრებული და არაფერი არ შემშლიაო ბევრი შეგეშალათ შეგაშლევინეს და გონიათ რომ არ შეგეშალათ მაგრამ ბევრი შეგეშალათ უფრო წინ შეიძლება ყოფილიყავ ამიტომ ჩვენი თავისთვის კი არ ბრძოლობთ ჩვენ ბრძოლობთ ჩვენი შვილებისთვის ჩვენი შვილიშვილებისთვის მოსწავლეებისთვის რა და მათი ოჯახებისთვის აი ჩემი მოსწავლეს რა უთხრა რომელიც იმაში რა ქვია მე 11 კლასს დაამთავრეს უკვე ყველა გზა და უცებ წავიდა საზღვარგარეთ მე იმაკ ამდენი ბარიერები ექნება რომ ეს ერთი წელი თუნდაც დაძლიოს და შემდეგ კიდე უნდა ჩააბაროს უნდა თავიდან უნდა ისწავლოს ამას არ ჯობია რომ აქ უკვე არანაირი ბარიერი არ აქვს ადამიანებს შემდეგ ევროპა აღიაროს და რუსეთის მიერ აღიარებული დიპლომი გაწყობთ და ცივილიზებული სამყაროს აღიარებული დიპლომი არ გაწყობთ თუ რა საქმე ვერ ხდება ზოგი ინიხბება აი ბევრი პოლემიკა ხდება და ბოლოს გეუბნებიან რუსეთი მინდაო და თავიდანვე თქვით კაცო რუსეთი თუ იმიტომ აღარ გავაგზავნეთ პოლემიკას თქვენთან ძალიან დიდი მადლობა ეს იყო ლადო აფხაზავა საუბრობდა დაგეგმილ განათლების რეფორმაზე ქართული ოცნების ხელისუფლება აპირებს რომ სკოლებში გააუქმოს 12 წლიანი სწავლება შესაბამისად ეს ნიშნავს რომ სკოლის მოსწავლეები რომლებსაც ახლა შანსი აქვთ ევროპის ნებისმიერ უნივერსიტეტში წავიდნენ ასევე ამერიკის დასავლეთის უნივერსიტეტებში წავიდნენ და მიიღონ ევროპული განათლება ბაკალავრიატის დონეზე უფასოდ რაც თავარია ამ შანსის გარეშე დარჩებიან ამას გარდა აპირებს გააუქმოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში ასე ვთქვათ ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტი ერთი უნივერსიტეტი ერთი ფაკულტეტი დაახლოებით ესეთი კონცეფცია წარმოადგინა მირაკლი კობახიძემ რაც საკმაოდ მტკივნეულად აისახება ალბათ უნივერსიტეტების ავტონომიაზე და გეოგრაფიულადაც მოუწევს სტუდენტებს და ლექტორ-მასწავლებლებს გადანაწილება თუ კი ამ კონცეფციას ირაკლი კობახიძემ რაც წარმოადგინა ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრმა რეალობად აქცევს ქართული ოცნება 326 დღეა რაც უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს ეს ბათუმელების ლაივი იყო მადლობა რომ გვიყურეთ